ვერ ვიტან ჩემ თავში პატარა ფოთვასაც კი. აი, ანის ვეუბნებოდი იმ დღეს, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ფიზიკურ ტკივილს არ შემიძლია გაუძლო, მაგრამ გონებაში ესეთი გამოწვევა არ არსებობს, რასაც მე ვერ დაუდგები, ემოციურად ვიძახი, აი, სამაგეროდ ფიზიკურ ტკივილთან ვარ სრულიად, აი, რა ვიცი, არ მსიამოვნებს, როდესაც ვიღვიძებ და არ ვარ კომფორტულად გონებაში. ან შფოთვა, ან შიშია, რამშულბა გაუცნობიერებელი განგაში, ხო, რითიც სავსე ადამიანები. და აი ეს ამის გაშლა დავიწყე. რა თქმა უნდა, ხა კრიშნამურტის გარეშე ეს არ იყო, როდესაც ოდესღაც გავეცანი ამ ადამიანს და მივხვდი, რომ გადაატრიალა ყველაფერი ისეთი რაკურსით დამანახა სამყარო, რაც მე მანამდე არც კი მიფიქრე, რომ არსებობდა და აი თითქოს რაღაც საცობი გახსნა ჩემს თავში, რა მიმართულებით უნდა დამენახა. უბრალოდ ყველა ჩემ ქმედებას აქ ერთი мотиваცია, რომ ვიყო მშვიდად. აი, აუღელვებლად მივიდე, სულ ერთია იქ რა დამხვდება და აუღელვებლად წამოვიდე. ეხა ამ აუღელვებლობას რა უშლიდა ხელს და აი, აქ დავინახე მთელი შაბლონები ხდები. თუნდაც ის წინასწარ შექმნილი აი, როდესაც ლექციები დავიწყე, ჩვენ როცა მამარდაშვილის ინსტიტუტი გავაკეთეთ, მაშინ ხო, ეხა ეს არ იყო მარტივ გამოვედი რაღაც ლექციები დავიწყე. თავიდან მე მახსოვს, რომ მივდიოდი, ნერვიულობა მქონდა და ერთხელ უთხარი ჩემთვის, აბა სტოპ ეხა რა, დაიგიდე, მიდი, ისაუბრე, წამოდი. გამოვა, არ გამოვა და წადი შენს გზაზე. შენ ხარ არავინ. აი, როდესაც შენ ხარ არავინ, ამან მომიტანა ყველაზე დიდი თავისუფლება, თუმცა მანამდე, რომ შენ ხარ ვიღაც ამით დადიხარ, ეს არის საყრდენი და გონია, რომ ეს არის მთელი შენი ფუნდამენტი, რაზეც დგახარ. მაგრამ აქ პირიქით არის, აქ საერთოდ გშლის ეს ყველაფერი. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Omeri.